მეზობელებმა მე ჩვენ ცხოვრობ მეზობელ სოფელში და ამიტომ არავისთვის არავის არის კითხვა თუ რატომ მოდიან რამე აქვს ან რა მოაქვს ან რატომ ანგრევენ ამ ღობეს ამ ყველაფერს გაურკვეველია ჩვენთვის და უბრალოდ იციან განაერით მეუფლება გნობა მე ჩემი მეუღლე მყავს მე ჩემი შვილები მყავს მე ჩემი ამ მეუღლის დები მყავს ყველა გვეკითხება ხალხი რატომ ანგრევენ ამას რატომ ანგრევენ ამ ოჯახის ტერიტორიაზე მე ხალხი ნამოწაფარები რომლების გაზრდილები ამ ოჯახში როგორც ქალბატონი ისე ჩემი სიმამრი იყო სკოლის დირექტორი და გაზრდილები აღზრდილები სოფლელები მეგობრები მეზობლები გვაწუხებენ რომ რატომ ანგრევენ ჩვენ ვერაფერ არ გვაძლევენ უფლებას რომ ჩვენ რა მიზნით გადასცა გადაეცით სახლი ეკლესიას ეკლესიას გადაეცა საშვილის სიკვდილის შემდეგ შვილი ბიჭი რომელიც საკუთრებო იყო მემკვიდრეობიდან რომ თავისი შვილი აღსენებელი იყო მოვიდა აშენებული იყო მონასტერი ან გალერეა ან ეგრეთ წოდებული სანთელი რომ ელოცად ან ბიჭის სახელზე ამ ოჯახში არა სხვაგან როგორ აფასებთ ეპარქიის ამქმედებას როგორ აფასებთ ეპარქიის ამქმედებას რა თქმა უნდა ეს არის ჯალათობის ნომერ პირველი ნიმუში რომელსაც ისინი ანხორციელებენ შემოუშვეს ჯალათები გაყიდეს სახლი აიღეს ფული არავინ არ არის ცოცხალი მკვდარი არ კითხულობენ იმიტომ მოახვედრეთ ეს რომ ეს სახლი ჩადვალეს უპატრონოდ სამართლებრივად თუ აპირებთ ჩივილს სამართლებრივად სასამართლოს თუ მიმართავთ სამართლები უკვე შვილს შეტანილი აქვს თბილისში მგონი იმიტომ რომ ის ჩემგან შორს არის ამიტომ მას მგონი სამართლებრივად სასამართლოში გასაჩივრდება რატომ არ შეეკითხნენ რომ ეპარქია გადასცემს ამ იმას თანხას მანიპულირებს სად მიაქვს თანხა ან რა აიღო რამდენი აიღო აი ეს სადღაც ეჭვის ტოლფასია რომ აქ 170,000 მანეთია აზერბაიჯანში გაყიდვა 170,000 მანეთი მაშინ როდესაც ფერდით ზარალ მიყენებული მოსახლეობისთვის